კოდის წერის გარეშე, თქვათ, საიტის აწყობა, თქვათ, რომ წარმოვიდგინოთ e-commerce ვებგვერდით აწყობა, ბოლომდე არც მითია და ბოლომდე არც რეალობა. ეგეთი ილუზია შეიქმნა, რომ ეხა AI-მ მოახდინა ძალიან no-code ინსტრუმენტების, ანუ კოდირების გარეშე მოქმედი ინსტრუმენტების პოპულარიზაცია და გამოყენება, მათ შორის აპლიკაციების შექმნა, ვებსაიტების შექმნა, AI აგენტების შექმნა no-code დონეზე. ეს არის დემოკრატიზაციის ნაწილი, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა მოახდინა, რომ ტექნოლოგია ყველასთვის გახადა ხელმისაწვდომი და ყველასთვის გახადა მარტივად გამოსაყენებელი. თუმცა ამან არ უნდა დაგვაბნიოს და არ უნდა შევიქმნათ ისეთი ილუზია, რომ და რაღაც hype-ს არ უნდა უყვეთ, რომ ეს არის რაღაცა საბოლოო ვერსია და ჩვენ არ გვჭირდება ან კოდის ცოდნის სწავლა, ან რაღაცა პირიქით, ვისაც სურვილი გაქვთ, ვისაც რაღაცა ცოტა გესმით, ინტერესი გაქვთ, აუცილებლად ჩემი დიდი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ პირიქით AI წერს კოდს უკვე შეუძლია ძალიან კარგად წერა, მაგრამ პირიქით თქვენ ისწავლეთ, ძალიან ბევრი ორმაგად ისწავლეთ, იმიტომ რომ AI-მ რო ისწავლა კოდის წერა, ჩათვალეთ, რომ ეგ არის უკვე თქვენი დამატებითი კონკურენტი. რაღაცნაირად ტენდენცია გაჩნდა, რომ ადამიანებს საუბარი ურჩევნიათ, ვიდრე ჩათაობა ChatGPT-სთან. შეიძლება თუ არა, რომ რაღაცა სხვა ფორმა მიიღოს ამან, თქვათ, კომპიუტერში კი არ იყოს ინტეგრირებული ჩათის ფორმით, არამედ, თქვათ, იგივე რობოტის. შავი ყუთის პრობლემა. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემაა ეს, რომ ყველაფერი უნდა იყოს ახსნადი, რასაც ხელოვნური ინტელექტი აგენერირებს. ამას ქვია explainable AI. ანუ როცა თუ ისეთ შემთხვევებში თუ ხელოვნური ინტელექტი რაღაცას აგენერირებს, მაგრამ ეს შავ ყუთში რჩება, უბრალოდ არ ვიცით ზუსტად რატომ მოგცა ეს პასუხი და არავინ არ იცის, ეს პრობლემა ამას ებრძვის EU ევროკავშირის AI აქტიც და მე მგონი თუ რამე არ მიშლება, საქართველოში ეროვნულმა ბანკმაც დაიწყო უკვე ამის იმპლემენტაცია.